გამარჯობა მეგობრებო, ცოტა დამიგვიანდა ვიდეო, მაგრამ არ არსებობს ეს რო არ თქვა. დავიწყებ მიმოხილვას ახალგაზრდულებიდან 21 წლამდელებით და სამწუხაროდ მეგობრებო, თამაშის განხილვას იმდენად არა აქვს აზრი, რომ წინა თამაშის წყევლა გადმოგვედო და მსაჯმა აქაც დავღუპა მეხუთე წუთზე. ფეხბურთელი გაგვიძევა, გააფუჭა თამაში და მართალი გითხრათ მეგობრებო, აღფრთოვანებული ვარ მაინც ჩვენი ფეხბურთელების თამაშით, მონდომებით, 10 კაცი როგორ ცდილობდა ბურთის გატანას, შანსები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ძალიან ფრთხილობდა პორტუგალია თავიდან, ძალიან გამიკვირდა კაცის გაგდების შემდეგ, ბურთი თითქმის ჩვენ მქონდა და რაღაცნაირად არ ვიცი რა სელოდებოდა, კიდე რაღაცა მოვლენებს არ გაასწრო და ნელ-ნელა ესე ბურუსივით შემოიჭრა და პირველი გოლი ვაჩუქეთ. ხარატიშვილმა სასწაული შეცდომა დაუშვა, კატასტროფული შეცდომა დაუშვა და ვაჩუქა ბურთი. მაინც ეხა წარმოდგენა ძნელი იყო, ხა 0-0-ზე, 10 კაციდან უნდა მოგვეგო, მერე მით უმეტეს 1-0-ს ვაგებდით ხარატიშვილის ეს შეცდომის შემდეგ და მერე შეგვიგდეს მეორე, მესამე, მეოთხე, თუმცა მეგობრებო, თამაშით არ ვიცი, ხა ჩვენ მაინც ყისმათი გინდა, რომ ეს მომენტები გამოიყენო, მართლა გქონდა მომენტები და ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. უბრალოდ არ ვიცი, ხო შეიძლებოდა, ხო, რომ დაენდო და ყვითელი ბარათი მიეცა. კი, იყო უხეშობა ნამდვილად და თან სად იყო, მეგობრებო. ვინც უყურეთ ამ თამაშს, სტუმართა ნახევარზე გააკეთა ესეთი უპატიებელი შეცდომა ოდიშარიამ და არ ვიცი, ეს იყო ბოლო ჯარიმა, გეგონება, რა ვიცი, ბოლო კაცი იყო, ან ბოლო წუთები იყო და თავგანწირვით ითამაშა. რა საჭირო იყო ესეთი უხეშობა, გაოგნებული ვარ მეგობრებო, ეს ჯერ საფრანგეთი ვერ მოვინელე ის თამაში, მსაჯის გმირობები, აქ საერთოდ მეხუთე წუთზე დავღუპა მეგობრებო და უკვე იქ ძნელი იყო, რომ იმეს ეხა რაღაც ოპტიმიზმი ის ქონოდა კიდე, რომ მაინც მოვიგებთ და ასე შემდეგ. თუმცა რას ვიზამთ, მაინც დიდი მადლობა მთლიან გუნდს, ამაყივარ ნამდვილად მათი თამაშით, არ გაგვიმართლა, პირდაპირ ვიტყვი. მსაჯების გმირობის წყალობით ეს ძალიან დიდი პროცენტული ამბავი. აქ ეხა 18-ში იყო ეს ტური და აუცილებლად მივყვეთ ინგლისი, გერმანია 1-2, სლოვენია, ჩეხეთი 0-2, დანია, ფინეთი 2-2, ნიდერლანდი, უკრაინა 2-0, რუმინეთი, სლოვაკეთი 1-2, ესპანეთი, იტალია 1-1, საფრანგეთი, პოლონეთი 4-1 და საქართველო, პორტუგალია 0-4. ეხა ანგარის რო უყურებ, გაგვანადგურესო ესე იფიქრებ, მაგრამ არ იყო ესე რა, მართლა არ იყო ესე. არ ვამართლებ, უბრალოდ ესეთი უიღბლობა გვახასიათებს ზოგადად. ახლა კი ესე დაწყვილდნენ გუნდები, პორტუგალია შეხვდება ჰოლანდიას 21-ში ასევე ესპანეთი ინგლისს დაუპირისპირდება, 22-ში იქნება ისევ ორი თამაში, დანია, საფრანგეთი და გერმანია, იტალია. საინტერესო წყვილებია და ნახოთ რა იქნება. ამის შემდეგ მეგობრებო, გადავიდეთ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე და გუშინ მაგალითად სიეტლი ატლეტიკო, გუშინ რა ღამის 2 საათზე 1-3 მოიგო ატლეტიკომ პირველი თამაშის წაგების შემდეგ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ თამაშს მოიგებდა და გასაკვირი, ეს ფეხბურთი ესეთი უკუღმართი რამეა მეგობრებო, არანაირი ლოგიკა, არანაირი არაფერი მსჯელობა არ მოქმედებს საერთოდ. ხანდახან კი მიეწყობა ყველაფერი ისე როგორც საჭიროა, მაგრამ საბოლოო ჯამში PSG ბოტაფოგო ღამის 5 საათზე იწყებოდა ეს თამაში ჩვენი დროით და 0-1 წააგო. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ხვიჩიტომ ითამაშა არაჩვეულებრივად. ზეაქტიური იყო,
უამრავჯერ დაარტყა კარში, რა თქმა უნდა ისევ გამართლება არ ახლდა მის დარტყმებს, მოკლედ ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან მომეწონა მისი თამაში, ბრავო ხვიჩიტო, ასე განაგრძოს უნდა მან ეს თამაში და აქ ძალიან ბევრის გამოჩენა შეუძლია ამ ტურნირზე და დარწმუნებული ვარ, რომ PSG მაინც გავა ჯგუფიდან. ახლა კი ვნახოთ აქ, ხო, დღეს კიდევ მეგობრებო 8 საათზე და 10 საათზე არის ბენფიკა, ოკლენდი და ფლამენგო, ჩელსი. დიდად ეხა ესეთი საინტერესო არ ვიცი, მაგრამ ნუ რაც არის. ახლა მინდა ჩამოვუყვე ჯგუფებს, სად როგორი სიტუაცია, ესე იგი A ჯგუფი პალმეირასი, ინტერ მაიამი, პორტო, ალ-აჰლი, პალმეირასი 4 ქულა, ინტერ მაიამი 4 ქულა, პორტო 1 ქულა, აჰლი 1 ქულა. B ჯგუფი ბოტაფოგო 6 ქულით პირველ ადგილზე ორივე მოგება აქვს. პარიზელები მეორეზე 3 ქულით, ატლეტიკო მესამეზე 3 ქულით და სიეტლი 0 ქულით. C ჯგუფი ბაიერნი 3 ქულით, აქ ერთი თამაშია ჯერჯერობით ჩატარებული, პირველ ადგილზეა ბაიერნი 3 ქულით, ბენფიკა 1 ქულით მეორეზე, ბოკა 1 ქულით მესამეზე და ოკლენდი 0 ქულით. D ჯგუფი ფლამენგო 3 ქულით, ჩელსი 3 ქულით, ესპერანს ტუნისი 0 ქულით, ლოს ანჯელესი 0 ქულით. აქაც ერთ-ერთი თამაშია ჩატარებული, როგორც აი E ჯგუფში, რივერ პლეიტი 3 ქულით, პირველ ადგილზე, მონტერეი 1 ქულით მეორეზე, ჩვენი ინტერი 1 ქულით მესამეზე, ურავა რეცი 0 ქულით ბოლო ადგილზე. F ჯგუფი მამელოდი, სანდოუნსი 3 ქულით, პირველ ადგილზე აქაც ერთი თამაშია ჩატარებული, დორტმუნდი 1 ქულით მეორეზე, ფლუმინენსე 1 ქულით მესამეზე და ულსანი 0 ქულით მეოთხეზე. G ჯგუფი იუვე ლიდერობს, აქაც ერთი თამაშია ჩატარებული ჯერ. იუვე 3 ქულით პირველ ადგილზე, სიტი 3 ქულით მეორე ადგილზე, ვიდადი მესამეზე 0 ქულით, ალ-აინი 0 ქულით მეოთხეზე და H ჯგუფი ზალცბურგი 3 ქულით პირველ ადგილზე, აქაც ერთი თამაშია ჩატარებული, რეალი 1 ქულით მეორე ადგილზე, ალ-ჰილალს ვერ მოუგო, წარმოიდგინეთ მეგობრებო. მოკლედ რა, ესეც რა ვიცი, რა ვთქვა ამ ტურნირზე და პაჩუკა არის 0 ქულით მეოთხე ადგილზე. ნახოთ აქაც რა იქნება, მე დიდად მოგახსენეთ, რომ ეს ტურნირი დიდად არ მაინტერესებს. ერთადერთი A ჯგუფში და B ჯგუფშია ორ-ორი თამაში, დანარჩენი ყველგან ერთ-ერთი თამაშია და ნახოთ აქაც რა იქნება მეგობრებო. აი ესე მინდოდა აუცილებლად 21 წლამდელებზე მესაუბრა, სამწუხაროდ ვერ გავედით, მაგრამ არაუშავს მე მართლა ვატყობ, რომ კარგ ხელშია ეს ბიჭები, სვანაძეს გულისხმობ, არაჩვეულებრივი მწვრთნელია და უბრალოდ მართლა გამართლება უნდა რა, რაღაცეებს და დანარჩენი მე მთავარია, რომ მონდომება დავინახე, მათი მებრძოლი ხასიათი დავინახე და აი ეს კომბინაციურობაც, აი როგორი სტაბილურები იყვნენ, კაცი გაუგდეს და მაინც როგორ უტევდნენ, მაინც როგორ სწორხაზოვნად იცავდნენ, პოზიციებზე სწორად იდგნენ და ასე შემდეგ. მოკლედ აი დაბნეულობა თითქმის არ იყო და აი მაინც იმ გოლმა გაგვტეხა მეგობრებო, მხარატიშვილის შეცდომით გაშვებულმა გოლმა გაგვტეხა და სამწუხაროდ მერე მიყვა. არაუშავს მეგობრებო, მომავლის იმედით ვიყოთ, მთავარია რომ კარგი თაობა მოდის და ეს ყველაზე მთავარია. ასე რომ მეგობრებო, აი მივყვეთ ამ მსოფლიო ჩემპიონატის პერიპეტიებს კლუბურს და ეს გვაქვს ახლა განსახილველი და მე UFC-ს ჩხუბები იქნება და ასე შემდეგ. მოკლედ, ყოველივე საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით, აბა დროებით.